ხატვათა კავშირის ეგიდით პირველად ტარდება არაპროფესიონალ ნაიური ხელოვნების წარმომადგენელთა ესეთი მასშტაბური გამოფენა ჩვენს საგამოფენო სივრცეში გალერეა ოპიზარში. აქ გამოფენილი არის დაახლოებით 70-მდე მხატვარი, წარმატებული ხელოვანი ადამიანები, ნაიური ხელოვნების, თვითონ თავიანთ პროფესიაში წარმატებული ადამიანები, უამრავი ღირსეული, ცნობილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, თავის პროფესიაში წარმატებულები ცდიან თავიანთ შემოქმედებით ინტელექტუალურ შესაძლებლობებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სფეროში. ხედავთ, რომ მრავალფეროვანი გამოფენა, ძალიან საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი ჟანრობრივი თვალსაზრისითაც, ტექნიკის თვალსაზრისითაც და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენმა მხატვარმა, ასე ვთქვათ, ნაიური ხელოვნების წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღო დღევანდელ გამოფენაში და საზოგადოება აღამთოვანა ძირითადად COVID პერიოდში, პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები არის წარმოდგენილი ამ შესანიშნავ გამოფენაზე. მე წარმატებას უსურვებ საქართველოს ხატვათა კავშირის წევრ ასეთი ნაიური ხელოვნების წარმომადგენლებს, შემდგომ შემოქმედებით მიღწევებს და მრავალი გამოფენა ყოფილიყო როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მე ვარ თვითნასწავლი კალიგრაფი, მოხარული ვარ დღეს, რომ ვარ ამ შესანიშნავ გამოფენაზე. უღმესი მადლობა დღევანდელი ლამაზი დღისთვის და მალე ყოფილიყოს აფხაზეთში ანალოგიური თვითნასწავლი მხატვრების გამოფენა. დღეს წარმოდგენილია ჩემი ერთი ნამუშევარი, ვარ აფხაზეთიდან დევნილი, მოყვარული მხატვარი, თვითნასწავლი, აფხაზეთის და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და დამირეკეს, რომ მომეტანა ამ პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევარი და რაც მოვასწარი, ავარჩიე ეს ნამუშევარი. და გვიხარია, რომ რაღაცნაირად წინ გადავდგით ნაბიჯი და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. დამბათიშა მხატვართა კავშირმა თვითნასწავლი მხატვრების გამოფენაზე. თხოვეს მომეტანა თამარ მეფის სურათი, რომელიც შესრულებულია ბისერის მძივებით და პაგანინის სურათი, რომელიც სანგინის მარკით არის შესრულებული.